Უფრო 2026 წელი საქართველოში განსაკუთრებული წელია ჩვენ აღნიშნავთ ქართლის მოქცევის 1703 წელს. გაქრისტიანება ხო? კი 1700 წელს 1703 რატო ვთქვი არ ვიცი 1700 წელს და ეს არის თარიღი რომელიც გვაერთიანებს ამ წარსულთან გვიჩვენებს მომავლის გზას სწორედ ამ მისით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი რომელიც ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოღვაწეებისათვის შეიქმნა რაღაც თავშეყრის ადგილად რათა საპატრიარქოსთან და მთავრობასთან კოორდინაციით ეს წელი ღირსეულად აღინიშნოს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ რა დატვირთვა აქვს ამ იუბილეს თანამედროვე საქართველოსთვის და რა ღონისძიებებს უნდა ველოდოთ წლის განმავლობაში. ამ თემაზე ჩვენ სტუმართან აკადემიკოს ავთანდილ არაბულთან ერთად განვაგრძობთ საუბარს მოგესალმებით ბატონო ავთანდილ და გეთანხმებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. ესე იგი ახლა ხვდები რატო დავამატე 1700 იმიტომ რომ 326 წლისკენ მინდოდა რაღაცნაირად წარსულიყავი მნიშვნელოვანი თარიღია ქართლის გაქრისტიანება ეს არის რაღაც გამაერთიანებელი სიმბოლო ხო ჩვენი ქვეყნის მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ რა გზავნილია ეს რა უნდა მოუტანოს ამ თარიღის აღნიშვნამ ქართულ საზოგადოებას იმიტომ რომ შევთანხმდით რომ ყველა იუბილეს ყველა ისტორიული თარიღის აღნიშვნას არა მარტო წარსულის გახსენების მიზანი აქვს არამედ მომავლისკენაც იხურება. აი რა არის ის მომავლის მზერა? მოგესალმებით. ახლა მე წამოიღე ახლა მოდიო დღეს ნინოობა გილოცავთ. დიდი მადლობა. 20 წლის წინ ცნობილი მკვლევრის ჩვენი კულტურის და ლიტერატურის მკვლევრის რეზო სირაძის იდეითა და რედაქტორობით მომზადდა აი ეს წიგნი ეს პირველი ტომია მეორე ტომიც არსებობს დიახ წმინდა ნინოს შესახებ ყველაფერი რაც წმინდა ნინოსთან არის დაკავშირებული ჩვენს ლიტერატურასა და კულტურაში. აქ შედის ქრონიკებიც, მისი შემოსვლა, დეტალები და მათ შორის მხატვრული ტექსტები ამასთან დაკავშირებული და ეს შემდეგ. ახლა ამ წიგნს ამშვენებს აი სიონში. დიახ სიონში დაცული გიორგის წიგნებს ესე იგი უკან აღარ არის ბატონო. კი, რომელიც არის თავარი სიწმინდე ერთ-ერთი. რომელიც არის მართლაც განსაკუთრებული სიწმინდე და საოცარი სიმბოლო ჩვენი ქართული ქრისტიანობის, ქართული თვითმყოფადობის განმასახიერებელი. ეს არის უნიკალური სიმბოლო, იმით რომ ვაზი ჯვარი ეს მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ის ერთგვარი აშკარად ჩანს რომ ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო წმინდა ნინოსთვის საქართველოში მოსვლის დროს, ანუ მიდიოდა ვაზის კულტურის ქვეყანაში. და როგორც ჩანს ამანაც გაუკვალა მას გზა ქართველთა გულებისაკენ. ამ ვაზის ჯვრით რომ იყო წაძღოლილი და მეორე მხრივ ვაზის ჯვარი განასახიერებს, აი ისევ როგორც ბატონი რეზო ხსნის, განასახიერებს ერთდროულად ვაზი ეს არის ღვთისმშობლის სიმბოლო, ჯვარი ეს არის მოგეხსენებათ ჯვარცმული მაცხოვრის სიმბოლო და ეს ფაქტობრივად არის ქრისტიანობის მთავარი ფუნდამენტი და ასე ეს არის ჩვენი უდიდესი მემკვიდრეობა, საოცარი მემკვიდრეობა და 1700 წელი ეს არის განსაკუთრებული მოვლენა არა ერთი ისტორიული თარიღი, არამედ ეს არის ფაქტობრივ მთელი ჩვენი ისტორია. ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1700 წლოვანი ქართული ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა მთლიანად არის ამაში ასე ვთქვათ მოაზრებული ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკაც ისტორიული გეოგრაფიაც ისტორიაც კულტურაც ყველაფერი არის ეს ქრისტიანობით გამსჭვალე. ძალიან მნიშვნელოვანი თემა შეხედა, მოდით ეს თემა კიდევ უფრო გავშალოთ. თქვენ თქვით რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ისტორია და თავარი ფრაზა თქვით ისტორიული გეოგრაფია. ეს არის ქართველთა განსახლების და გრიგოლ ხანძთელის ცნობილი სიტყვები ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების. რა უნდა, აი მაინც აქეთკენ მინდა წავიდეთ, რა უნდა ვუთხრათ განსაკუთრებით მომავალ თაობას, რატომ აღნიშნავთ ამ თარიღს, იმიტომ რომ დამეთანხმეთ 1700 წელი ქრისტიანობის გამოცხადებიდან ბევრი სახელმწიფოსათვის ეს სანატრელი თარიღია, იმიტომ რომ უძველეს ცივილიზაციასთან, დასავლურ ცივილიზაციასთან ვდგევართ ჩვენ. ამას ვეუბნებით ახალგაზრდობას, როდესაც ამ თარიღს აღნიშნავთ? რა თქმა უნდა, ამას ვეუბნებით, რომ ეს იყო ახლა როგორც ამბობენ ხოლმე რომ ევროპული ცივილიზაციისკენ, ევროპული კულტურისკენ
სულის კეთრი გამოხატულება არჩევანი 2000 წლის წინ ჯერ კიდევ, მაგრამ 1700 წლის წინ უკვე სახელმწიფოებრიობად, ეხლა ამ ისტორიას ვერ გავყვებით, იმდენი დრო არ არის, მაგრამ ანდრია პირველწოდებულის ორ გზის შემოსვლა საქართველოში ეს იყო ძალიან დიდი კვალი, რომელმაც მოამზადა შემდეგ აი სწორედ სახელმწიფო რელიგიის ჩამოყალიბება. ეს არის მეორე მხრივ, ეს არის ის, რომ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ყველა ფასეულობა ეს დაკავშირებული მამულთან, ენასთან და სარწმუნოებასთან, ყველა ფასეულობა მატერიალური და სულიერი კულტურის ყველა მონაპოვარი არის დაკავშირებული აი ამ სარწმუნოებასთან. ფაქტობრივ ენა განათლდა ისევ კიდევ დავასახელებ გიორგი ორ ძეგლს, რომელიც მხოლოდ ქართველებს მოპოვება. ეს არის საგალობელი ქებაი და დებაი ქართლის ენისა და ეს არის უკვე გამოსახულების სახით, ეს არის დავათის სტელა, რომელზეც ქართული ენის განდიდებაა, აი ეს სწორედ მესიანისტური იდეაა გამოხატული. ისე რა სიმბოლურია ხო? ივანე ზოსიმეს ქებაი და დებაი სულ ახლახან დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის. ხო, ეხლა მის თაობაზე გქონდა ჩაისახეთ და ხო, ეხლა რაც შეეხება ამოცანებს, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ფიქრობს, ზრუნავს ამაზე, უკვე არის შექმნილი სახელმწიფო კომისია და სინოდმა მიიღო საგანგებო დადგენილება ამასთან დაკავშირებით და ცხადია იქნება საგანგებო განსაკუთრებული ღონისძიებები. მაგრამ ამჯერად ჩვენი მოძრაობა, რომელსაც ქვია ის რაც გვაერთიანებს და რომელიც ჩამოყალიბდა საპატრიარქოსა და ქართული სამოციქულო ეკლესიისა და მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლობით, კერძოდ არსებობს ასეთი კვლევის ცენტრი ისტორიის, ეთნოლოგიის და ქრისტიანული კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ერთი მხრივ აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, მეორე მხრივ მეუფე დანიელი, თანამშრომლობ ჩვენმათან. აი ამ მათი თანამშრომლობით უკვე 2 წელია მიმდინარეობს აი ამ სულა ამ მიმართულებით. რომ მომზადებული იყო წლევანდელი წელი თავისი გეგმებით, და რეგიონებში, არა მხოლოდ რეგიონებში, ყველა ცენტრში, ეპარქიებში და ასე შემდეგ, ყველგან ტარდება სამეცნიერო პოპულარული ხასიათის ლექციები აი ამ ფასეულობებთან. შეხვედრები რა. აი იკითხე ლუცა და მე მივიკითხე. ზოგადად აი ამ თარიღთან დაკავშირებით საინტერესოა რამდენად იგეგმება საქართველოს როგორც ქრისტიანული კულტურული ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. იმიტომ რომ რეგიონები ახსენეთ, მაგრამ აი ქვეყნის საზღვრებს თუ გაცდებას. ხოლო დიასპორებში აუცილებლად რა თქმა უნდა ეს გეგმაც არსებობს. გარდა ამისა, ეხლა ეს ისეთი მოვლენაა, რომ იუნესკომ უთუოდ უნდა აღნიშნოს ეს თარიღი, რაღაცა ყოველ შემთხვევაში ეს დააფიქსიროს, რომ ეს თარიღი არის საერთაშორისო მნიშვნელობის, იმიტომ რომ ფაქტობრივ უძველესი და აი ესეთი უწყვეტი კულტურის ქვეყანა ქრისტიანული, ეს არის ფაქტობრივ ერთადერთი. აი ამ ასაკის 2000 წლოვანი და 1700 წლოვანი სახელმწიფოებრიობა და თანაც აქ დღემდე უცვლელია ეს. აი ეს უნდა მეთქვა, შენარჩუნება 1700 წლის განმავლობაში რამდენი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის თავზე, ასე ვთქვა და უცვლელად და უწყვეტად რომ მოვიდა და აი აქედან გამომდინარე მარიკას ნათქვამს მთავარი კითხვით გავაგრძელებ. ის რაც გვაერთიანებს. ჩვენ პოლარიზაცია ყოველთვის გვახასიათებდა ქართველებს, ვიყავით ერთმანეთის არ ვიტყვი ამ ფრაზას, ერთმანეთის ქიშმსა და შუხში, უფრო მძიმედ არ ვიტყვი, მაგრამ იყო რაღაცა გამაერთიანებელი. არის ეს თარიღი და ეს ამბიცია იმისა, რომ ამან უნდა თუნდაც ამ შემთხვევაში ამან უნდა გაგვაერთიანოს ყველა მხარე, იმიტომ რომ არის რა პერიოდშიც გვაერთიანებდა. აქ ამის მოლოდინი და ამის ამბიცია. მგონი რომ აი თუ ჩვენ უფრო ყველაზე უფრო ფაქიზ შევხედავთ ჩვენს მომავალს, თუ დავაკვირდებით ჩვენ სკოლის მოსწავლე სტუდენტობას და შემდეგ მათი დამოკიდებულება ხოდიშორის ისეთივე მოწიწებითია აი ამ სიწმინდეებთან, ამ რელიგიასთან, წმინდა ნინოსთან, ღვთისმშობლის იმასთან, წელხედრილობასთან ისეთივე მოწიწები, არანაკლები მოწიწებითია, მიუხედავად იმისა, რამდენად იცის, ეს ხომ სხვა რაღაცაში გადადის და გარკვეული, აი წმინდა ნინოს შემოსვლა, გიორგი, ეს არის რაღაცა მისტერია, რომელსაც ბატონი რეზო ბრძანებდა
ესთეტიკური დატვირთვაც კი აქვს, ისეთი რაღაცები შემოდის, აი ვაჟის ჯვარის სიმბოლო და ასე მაყლოვანი და ასე რაც არის ახლა ეს არის საოცარი მოთხოვნა პირველი გეოგრაფიული წარმოება. მისტერია და ეს მისტერია ჩვენს ისტორიაში უწყვეტად გრძელდება. აი დღესაც ეხლა ჩვენ რომ უცებ აღმოჩნდეთ ბოდბეში იქ არის ახლა აბსოლუტურად სრულიად დარწმუნებული ვარ, ახლა იქ არა ვარ, მაგრამ იქ არის არანაკლები ღვთისმსახურება, ვიდრე იყო 10 საუკუნის წინ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ერთნაირად უნდა ვიყიროთ. ანუ სიწმინდე არის აღმოსავლეთითო. არა, აი ნინო რომ წამოვიდა ჯერ დასავლეთით მიდიოდა, რაღაც შიში იყო და მყარმა რომ აღმოსავლეთით დაიწყო და გამოყვა ამას, აღმოსავლეთითო მიეცა იმედი და ჩამოვიდა ურბეში, ჩამოვიდა მერე მცხეთაში, ხო? და ეს არის აი ამ აღმოსავლეთით ყურება, რომელიც არის წესი ქრისტიანული ღვთისმსახურების თუ უბრალოდ ლოცვის პირჯვრის გამოსახვის, ეს იმდენად გვაერთიანებს მართლად ყოველი შეხედულებების და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთ აზრზე იყოს ყველაფერში, არა? ქართველი ისეთია. ხო, აი კიდევ ერთ სიტყვი, ეხლა დიდი დრო კი ალბათ წაგერთვით, მაგრამ ერთ სიტყვი რომ აი ეს ქართული ქრისტიანული კულტურა უნიკალურია იმითაც, რომ ის არ არის ერთგვაროვანი, არ არის ერთხმოვანი, მრავალხმიანობა, ქართული არქიტექტურა, ქართული ფოლკლორი, ქართული პოეზია, რომელიც საოცარი სინთეზია, იცით, ეროვნულისა და ქრისტიანულისა და ვეფხისტყაოსანი ხო გვირგვინია მთელი. ძალიან კარგად თქვა და აი ეს მრავალფეროვნება საბალბო ჯამში გვაერთიანებს და უნდა გაგვაერთიანოს. დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ თემას არაერთხელ შევხვდებით, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება ეს ღონისძიებები და დარწმუნებული ვარ არაერთხელ გიყვებთ ჩვენთან სტუმრად. მადლობა ჩვენ მაყურებელს. კი ბატონო. დიდი მადლობა. მაყურებელსაც ვილოცავთ. დავამშვიდობებით ხოლმე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით თვის ნახევარზე იმედის დილის პირდაპირ ეთერში, შემდეგ პირველის ნახევარზე ისევ იმედის ღეგელოდებით. აი ამ მომენტს ველოდი. ნახვამდის, ხვალამდე შენი სიტყვა. ხვალამდე სიგრძელობას გისურვებ. ხვალამდე.